მოგესალმებით მეგობრებო, განსაკუთრებით შემწვარი ქათმის მოყვარულებო. აუცილებლად უნდა მოამზადოთ ეს კერძი, მეც პირველად მოვამზადე და აღფრთოვანებული დავრჩი მეც და ჩემი ოჯახიც. ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ გვერდი, თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ, მოიწონოთ და დააკომენტაროთ, თუ როგორ მოგეწონათ ესა თუ ის კერძი. შეუდგეთ მომზადებას, ტაფაზე დავასხათ ცოტა ოდენიზეთი 50 გრამი კარაქი, ჩავდოთ წინასწარ გასუფთავებული, დამარილებული ქათამი, დავაფაროთ თევში, დავადოთ სინძიმე და დაბალ ცეცხლზე შევწვათ ჯერ ერთი მხრიდან და შემდეგ მეორე მხრიდან. სანამ ქათამი იწვება, მოვამზადოთ სოუსი. გავრეცხოთ 9 კილო მოცვი, მოვათავსოთ ტაფაში, დავასხათ 1 ყავის ჭიქა წყალი, დავახუროთ თავზე და ადუღებიდან 2-3 წუთის შემდეგ ჩავამატოთ 1 კბილი გახეხილი ნიორი. თითო ჩაის კოვზი, ხმელი ქინძი, უცხოსუნელი და დაღერღილი წიწაკა გემოვნებით. მარილიც გემოვნებით, პატარა ნაჭერი კარაქი და წამოვადუღოთ კიდევ 1 წუთის განმავლობაში. ქათამიც შეიწვა ამასობაში და დავჭრათ სასურველ ზომებად. გადავიტანოთ თასში, ავაწყოთ ისე, რომ თითქოს მთლიანია ქათამი და ზემოდან მოვასხათ მომზადებული სოუსი. შემდეგ გემრიელად მივირთვათ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი ბური სამზარეულო, მოიწონეთ, დააკომენტარეთ და გააზიარეთ.